საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებად თადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებრივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. წერია მთავრობის განცხადებაში, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა. სამძიმარს უცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს უცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. უნებრივია მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს მნიშვნელობა რეგიონს, რომელი რეგიონი იქნება ყველა ქვეყანაში, ყველა რეგიონში ალტერნატივა მშვიდობას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, შეუძლებელია რეჟიმის მხარდაჭერა, რეჟიმის გულშემატკივრობა, სადაც არ უნდა იყოს ეს. შესაბამისად, ჩვენ უნებრივია მშვიდობას უსურვებთ ჩვენს რეგიონს და ნებისმიერ ქვეყანას მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენც მნიშვნელოვანია მშვიდობის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ დიპლომატიური გზების გამოყენება ომის დეესკალაციისთვის არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ აი ეს მოვლენები, რომელიც ვითარდება ახლო აღმოსავლეთში, ხას უსვავს თუ რაოდენ ეფექტური იყო ქართული ოცნების ხელისუფლება მაშინ, როცა მშვიდობა უზრუნველყო საკუთარ ქვეყანაში, მოახდინა ყველა პროცესის მართვა იმგვარად, რომ არ აყვა ქართული ხალხი და ქართული ხელისუფლება გარედან არსებულ ზეწოლებს და საქართველოში შევინარჩუნეთ მდგრადი მშვიდობა. საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა სამძიმარი, რა თქმა უნდა, როგორც ირანში გარდაცვლილების, ასევე სხვა ქვეყნებში დაღუპულთა მიმართ. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს არაბეთს გაერთიანებულ ემირატებთან, ისრაელთან, ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც აქტიურ პროცესებში არის როგორც ჩანს ჩართული, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა სამძიმარი ირანის ეროვნული ლიდერის მკვლელობის გამო. ეხლა ვისაც ეს სიტუაცია შეიძლება მოწონდეს ან ახალისებდეს, არის პირდაპირ ნამდვილად არ არის სრულჭკუაზე, იმიტომ რომ ეს მოცემულობა ჩვენს უახლოეს ქვეყნებში და რეგიონში ნამდვილად არ გვიქმნის სიმშვიდის საფუძველს.